არიან ხალხელაური პოეტი, რომლის გარეშეც წარმოუდგენელია დღევანდელი მწერლობა. ჩვენ გვახსოვს გადაჭედილი აუდიტორიები უნივერსიტეტში, დარბაზები, როცა არიელ ხალხელაური პირველად გამოჩნდა იქ და პირველად კითხულობდა ლექსებს. რა აჟიოტაჟი მოყვა მის გამოჩენას. პირველივე პუბლიკაცია ახალგაზრდები არიან და შეიძლება არ იცოდნენ. პირველად მისი ლექსები დაიბეჭდა მაშინ, როცა არიელი უკვე 30 იყო გადაცილებული და რეზო ინანიშვილის, ჩვენი საყვარელი მწერლის წინათქმით ჟურნალ სისკარში და კიდეც მოყვა ხმაური სალიტერატურო წრეებში. ბატონი ემზარი დამემოწმება, როგორი ახასებით შეხვდნენ არიელ ხალხელაურს და ყველანაირი პირობა შეუქმნეს, მოიყვანეს უნივერსიტეტში, პირველი კურსელი გახდა, ცოტა გვიან და აი მაშინ დაიწყო მისი ტრიუმფალური გამოსვლები. დავიდა ამდენი წელი, ამდენი ათეული წელი, ამდენი რამ მოხდა ქვეყნის ცხოვრებაში, ჩვენ საზოგადოებრივ პოლიტიკურ, კულტურულ ცხოვრებაში და დამოკიდებულება არიელის მიმართ არ შეცვლილა. ეს არის ბუნებრივი, როცა გადაჭედილ დარბაზში ვარ. იმიტომ რომ რაც მართალია, რაც ნამდვილი ლიტერატურა მის მიმართ დამოკიდებულება არ იცვლება და არ შეიძლება შეიცვალოს. გაბრიელ ჯაბუშანურს აქვს ასეთი სტრიქონი ვარ ერთი თასმა აგერ მომზადი ვარ ერთი თასმა ვაჟას ქარგლისაო და არიელ ხალხელაურსაც შეუძლია ეს სტრიქონი გაიმეოროს. ისიც ვაჟაფშაველას კალამნის თასმა იმისი სულიერების გამგზელებელი. არა მარტო მოუწია ცხოვრება იმგვარივე პირობებში, როგორც ვაჟაფშაველას, არამედ სულითაც ვაჟაფშაველას მემკვიდრე და მისი სულის ნაჟურია. ჩვენ ცხოვრობთ ეპოქაში, როცა ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება PR ტექნოლოგიებს და გზავენ წერლებიც გარდა პოლიტიკოსებისა თავიანთ თავზე ლეგენდებს. ურჩევნიათ რომ ეს ლეგენდით დარჩნენ ყალბი ლეგენდით, თორე ლეგენდას არაფერი იჯობს, ყალბი ლეგენდით დარჩნენ საზოგადოების ცნობიერებაში. თქვათ შეიძლება ამტკიცოს კაცმა, რომ მარტო მწერლობით ირჩენს თავს, არის პროფესიონალი მწერალი, არსადაც მუშაობს და მუშაობდეს 5-6 ადგილას და ეს არ უხერხულებოდეს. თქვათ დაყავდეს ოპერატორი, ფოტოგრაფი, როგორ მიდის ომში, იარაღით ხელში გადაიღონ რომ მწერალი ომშია და ეს ფოტო ჰქონდეს შემონახულიან კადრი. ან თქვათ ვიღაცა წავიდეს სხვაში, აი სხვანაირად არ შეუძლიაო და მეცხვარის ცხოვრებით ცხოვრობს. აი ესეთ გარემოში ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება არიელ ხალხელაურისნაირ წრფელ ადამიანებს, ნამდვილ ადამიანებს, რომელთაც ყოველი სიტყვა და ყოველი სტრიქონი სუნთქავს სიმართლით. რასაც ტარიელი იტყვის, უნდა იცოდე, რომ ის არის ასე და ტარიელის მეცხვარეობა ეს არის იმავე სულისკვეთებით გამოწვეული მისი ყოფნა მთაში, რა სურვილ რეჟიმმაც აიყოლია თავის დროზე ალექსანდრე ხაზბეკი, რომლისთვისაც უცხო იყო ყოველგვარი მოჩვენებითობა და იგი მთელი არსებით იყო ჩაფლული იმ გარემოში. იმიტომ რომ სულიერად არიელ ხალხელაური არის აბელური სულის ადამიანი. ან ხშირად ვიმეორებ ხოლმე და დღესაც მინდა გავიმეორო, კაცობრიობის ბედისწერა იქ გადაწყდა, როცა კაინმა მოკლა აბელი. იქ გამოჩნდა, რომ აბელური სული ვერ დამკვიდრდებოდა ქვეყანაზე და კაინური ცივილიზაცია უნდა შექმნილიყო. ჩვენ ყველანი კაინური ცივილიზაციის ნაშიერნი ვართ, მაგრამ აბელურ სულს მაინც უნდა ეტრიალა, როგორც რომანტიკულ გამოვლენას, როგორც სწრაფვას ზეცისაკენ და როგორღაც გაეწონა სწორებინა ეს კაინური მისწრაფებანი, რათა არ ჩავეთრიეთ სისხლს და შურს და ოღმას და ბოლოტებას. აი ეს გამოვლენებანი ყველგან ტრიალებს სამედრიეროდ და აი არიელი ხალხელაურისნაირი ადამიანები ამას ძალიან თვალსაჩინოდ წარმოაჩენენ. მთელი თავისი არსებით. დღეს მასთან შეხვედრა არა ისი ციგნის განხილვა ახალი ციგნისა, თუმცა ბოლო დროს გამოვიდა მისი რამდენიმე ციგნი, მაგრამ ერთი საკმაოდ
ცელი, თითქოს მომცველი დარიელ ხარხელაურის პოეტური გზისა და მაინც დღეს გვექნება შეხვედრა დარიელ ხარხელაურთან. მოვისმენთ მის ლექსებს, იმ ძველ ლექსებსაც, რომელიც ასე უყვარდათ მაშინ და ზეპირად იცოდნენ, მე ვარ მოწმე და ყველა მოწმეა, ვისაც გვახსოვს ის წლები, 70-იანი წლები, ახალგაზრდებმა ზეპირად იცოდნენ მისი ლექსები. მათაც გაიხსენებთ ახალ ლექსებსაც წაგვიკითხავს და გარდა ამისა იქნება დიალოგი